საბჭოთა კავშირში მოდუსი იყო ესეთი, რომ თავარია მე როგორმე გადავრჩე, ვიყო ჩუმად და მეორეს რა დაემართება ამას მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოს ძალიან საინტერესო მაგალითია. 400,000 ადამიანი იყო კომუნისტური პარტიის წევრი. 9 აპრილის შემდეგ ეს 400,000 სადღაც გაქრა პირწმინდად. ანუ დაიშალა. რაც ერთ რამეზე მიუთითებდა, რომ მე კომუნისტური პარტიის წევრი ვარ, არა სულით, გულით, მოწოდებით, მრწამსით, რაც გულისხმობს ნებისმიერი პარტიის წევრობას. არამედ პარტიის წევრი ვარ მარტო იმიტომ, რომ სხვანაირად მე ჩემს კარიერულ განვითარებას ვერ შევძლებ. მე მგონია, რომ ამ წუთას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომლებმაც სრულიად ბუნებრივად სოციალიზაცია გავიარეთ საბჭოთა კავშირში, რჩებით საბჭოური მემკვიდრეობის შვილები და მე ამას ესევე ვეძახი საბჭოური მემკვიდრეობა მოქმედებაში.